არქეოლოგიურ აღმოჩენათა შორის მხოლოდ ერთი ადამიანის მაგალითი გვაქვს, რომელიც ეკლის გვირგვინით გააკრეს ჯვარზე და ეს არის იესო ნაზარეველი. ეს არის თითქმის 8 სანტიმეტრის სიგრძის ეკალი ბეთლემიდან, შონ. ეს ეკლები გახმობისას ლურსმნებივით მახვილი წვერის მქონე ხდება. მინდა მოგცე ეს და თან აღგიწერო მანამ, სანამ ამაზე იფიქრებ. წმინდა წერილში დაწერილია. მსხვერპლი და შესაწირავი არ გსურს, მაგრამ სხეული განმიმზადე მე. ეს ეკლები ეგრეთ წოდებული ბეთლემის ekლებია. ლურსმნებივით ბასრი და სწორედ ეს დაადგეს იესოს თავზე. შონ, მინდა ქრონოლოგია შეგახსენო. იესოს ჯერ ამათრახებენ, მას სცემენ. შემდეგ თავზე ეკლის გვირგვინს ადგამენ. პონტოელი პილატე დგას მის გვერდით. გახსოვთ ხომ, ცოლმა გააფრთხილა, რომ სიზმარში ნახა, რომ ამ კაცისთვის, ანუ იესოსთვის არაფერი დაეშავებინა და მაინც პილატე ამბობს, ეკე ჰომო, რაც ლათინურია და ნიშნავს აი კაცი. და ებრაელთაგან შემდგარი ბრბო იწყებს ყვირილს. ჯვარსაცვი, ჯვარსაცვი, ჯვარსაცვი. მათ იესოს სიკვდილი სურდათ, არადა არ დაგავიწყდეთ, რომ მათ სულ ცოტა ხნით ადრე იხილეს ლაზარეს მკვდრეთით აღდგომა და ისინი ამ გვირგვინს ადგამენ იესოს თავზე. წარმოგიდგენიათ ის დამცირება, ის ტკივილი. რა საშინელებაა, რომ ვფიქრობ სიტყვა დამცირება არც კი მომივიდოდა აზრად ამაზე ფიქრისას, იმდენად მტკივნეული იქნებოდა. მაგრამ იცი მე რას ვხედავ, შონ? ვხედავ სიყვარულს. რადგან ჩემს თავზე უნდა ყოფილიყო ეგ გვირგვინი. მაგრამ ასე არ მოხდა. 4 ვაჟი მყავს. სიცოცხლეს გავიღებ მათთვის. ვერავისთვის ვერ გავწირავ რომელიმე მათგანს. ბიბლიაში კი დაწერილია, რომ უფალმა იესომ ისე შემიყვარა, როცა ჯერ კიდევ საშინლად ცოდვილი ვიყავი, რომ ღმერთმა თავისი ერთადერთი ძე გამოგზავნა ჩემთვის. ძე, რომელმაც თავზე დაიდგა ეკლესიის გვირგვინი, რომელსაც მე ვიმსახურებდი. სწორედ ესაა სახარების მშვენიერება. მშვენიერია, რომ იესოს მსხვერპლი გვათავისუფლებს ცოდვისაგან და ჩვენ უკვე გვაქვს მიზანი. ახალი მიზნისთვის ვცხოვრობთ, რადგან ვიცით, რომ ამ ქვეყნიური ცხოვრებისთვის კი არა, არამედ ახალი ცისა და ახალი მიწისთვის, აღმდგარი მხსნელისთვის ვცხოვრობთ. შონ, ეს არის პირველი საუკუნის ლურსმანი, რომელიც რომში დამნაშავეთა ჯვარცმისთვის გამოიყენებოდა. ხშირად მათ ხელახლა იყენებდნენ. ეს იმას ნიშნავს, ხელახლა რომ გამოიყენოთ ყვია, რომელიცაც ვიღაც მოკალი. ისინიც ასევე კვლავ და კვლავ იყენებდნენ ამ ლურსმნებს. ის იერუსალიმში აღმოაჩინეს. იმ დროს იერუსალიმი რომის სირიული პროვინცია გახლდათ. 21 სხვადასხვა მტკიცებულება არსებობს იმისა, რომ ადამიანებს ჯვარზე აკრავდნენ. ლურსმნის თავი ერთ დროს კვადრატული იყო, მაგრამ იმდენჯერ ჩააჭედეს ისინი მსხვერპლის ხელფეხში, რომ თითქმის დამრგვალდა. შონ, კარგად დააკვირდი. ამჩნევ, რომ ის გაღუნულია. იცი რატომ არის ასე? რატომ? რომაელებს სურდათ, რომ მსხვერპლს რაც შეიძლება ნაკლები ემოძრავა და რაც შეიძლება მეტი ეტანჯა ჯვარზე. უკვე ჯვარზე გაკრული ადამიანის ხელფეხში ჩარჭობილ ლურსმნებს ხშირად მიმართულებას უცვლიდნენ ტკივილის გასამძაფრებლად. გაიხსენე მესიის შესახებ დაწერილი ფსალმუნი. 21 ფსალმუნის მე-16 მუხლი. გამიხრიტეს ხელნი და ფერხნი. დავითი 1000 წლით ადრე წინასწარმეტყველებს ამის შესახებ. რა თქმა უნდა, დიდი ხნით ადრე მანამ, სანამ ჯვარცმას გამოიქონებდნენ. ამასვე ვხედავთ ესაიას წიგნის 52 თავში. ხელში კი სწორედ ასეთი ლურსმანი გიჭირავს და იცი რამ გამაოგნა, როცა ამ საკითხს ვიკვლევდი. იმან, რომ ლურსმნები, რომლებითაც იესო მიამსჭვალეს ჯვარზე, შესაძლოა ის ლურსმნები იყო, რომლებითაც დამნაშავეებს აჭედებდნენ ჯვარზე, მათ ვინც იმსახურებდნენ ამ სასჯელს. უფალი იესო კი არ იმსახურებდა სიკვდილს. იესო ჯვარზე ამ ლურსმნებმა კი არ შეაკავა, არამედ სიყვარულმა ჩემდამი და შენდამი. ადამიანები ფიქრობდნენ, რომ სიცოცხლის შემოქმედი ლურსმნებით დააკავეს ჯვარზე, მაგრამ არა, სიყვარული იყო, რაც მას ჯვარზე აკავებდა.